დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო სტუმართან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გურამ ადამაშვილი გვეჭირა სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო გურამ. მადლობა მოგახსენეთ მომბრძანებისთვის. პროექტის შესახებ უნდა ვისაუბროთ, საქველმოქმედო პროექტია და ის როგორც ვიცი გულისხმობს ქუჩის მუსიკოსების პოპულარიზაციასა და მათ დახმარებას. რომ გაგვაცნოთ კონკრეტულად რა სახით ცდილობთ თქვენ ამ პრობლემის და მოგვარებას და მათ დახმარებას. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია დაახლოებით 1 წელია რაც დაარსდა. მას გარკვეული მიმართულებები აქვს. პირველ რიგში ჩვენი მიზანი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამაზე მიდის ინტენსიური მუშაობა სხვადასხვა პროექტების სახით. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეს არის სოციალური პროექტების განვითარება და ზუსტად როდესაც ამ მიმართულებით ვფიქრობდით, ძალიან გვინდოდა რომ ყოფილიყო პირველ რიგში როგორც ესეთი კულტურის წინ წამოწევა და თან პარალელურად სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება, ანუ ქველმოქმედება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქუჩის მუსიკოსები არის ის სეგმენტი, რომლებიც რაღაც ერთგვარ თავის ნაჭრში არიან ეს ადამიანები და უკრავენ პირველ რიგში საზოგადოებისთვის და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს ადამიანები შეგვეგროვებინა და მათგან ერთგვარი ეს ჯგუფი ჩამოგვეყალიბებინა რომელიც მიიღებდა ყოველ ამ სისტემატიურ ხასიათს და მათ მიერ შექმნილი კომპოზიციებით დავეხმარებოდით იმ ადამიანებს ვისაც ყოველ ძალიან ჩვენი თანადგომა ჭირდებათ. ანუ პროექტი როგორც ესეთი ჩამოყალიბდა მაისის თვეში, 28 მაისი იყო პირველი ღონისძიება და მარტო ქუჩის მუსიკოსები იყვნენ, როგორც ესეთი როგორც პროექტის პრეზენტაცია. მაგრამ პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვის ბოლოს ტარდება ეს პროექტი. რა თქმა უნდა, ადრესატი არის სხვადასხვა ადამიანი, ვისაც ჭირდება ყველაზე ძალიან ჩვენი დახმარება. მაგრამ ქუჩის მუსიკოსებთან ერთად არიან სხვადასხვა ცნობილი სახეებიც. მაგალითად, მეორე ღონისძიება, რომელიც ჩატარდა ივნისის თვეში, ჯგუფი ვაკის პარკი უკრავდა ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, ივლისის თვეში გავაკეთეთ პოეტებთან ერთად. გუშინ ჩატარდა რიგით მეოთხე ღონისძიება და ნიკოლ შოუ გვერდგა, ანუ გვერდით. ერთგვარი პოპულარიზაცია, ანუ ამ ადამიანების, ანუ ქუჩის მუსიკოსების ერთგვარი პოპულარიზაცია ხდება ამ ღონისძიებით, რაც თავისთავად კარგი საქმეა და მეორე არის ის, რომ უბრალოდ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება დღეს დახმარება და ჩვენი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანმრთელობა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. და როგორც ვიცი, აი გუშინდელი საღამოს გმირი იყო გოგა ხახალაშვილი, ეს იყო 10 წლის მოზარდი ან ბავშვი, რომელიც ან დენის ანძაზე დაიწვა და ორივე ხელის კიდური ჰქონდა მოკვეთილი და ჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა, თუმცა მე გუშინდელი საღამოდან ასევე დაახლოებით 1500 ლარამდე შეგროვდა და ეს თანხაც რა თქმა უნდა რაღაც გარკვეულწული შეიტანს აი ამ ძალიან თანხაში. და იმედი, აი იცით რა მაინტერესებს, აი რამდენად იყო თქვათ გუშინდელ ღონისძიებაზე აქტიურობა თქვენ წინა ღონისძიებების ჩამოთვალეთ და როგორი არის აი ქველმოქმედების გარშემო საზოგადოების გაერთიანება? სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ გუშინდელ ანუ ყველა საღამოს თავისებური ხიბლი აქვს თავისი ანუ შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა გუშინდელი საღამო ვფიქრობ, რომ რაღაცა განსაკუთრებული იყო თითქოს, იმიტომ რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იკვეთებოდა და საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და რაღაც განწყობა იყო ისეთი, რომ ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ. აი დაახლოებით ესეთი განწყობა იყო თვითონ ღონისძიებას და განწყობაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ღონისძიების სვლელობის დროს. და ანუ იქ მოსული ადამიანი ან თვითონ ხვდებოდა რომ იყო ქველმოქმედებაზე და დახმარება უნდა და იმ ადამიანს ესაჭიროებოდა და ან მობილიზებული იყო ამისთვის ხალხი და ეს არის პირველ რიგში ყველაზე მთავარი, როცა საქველმოქმედო ღონისძიება კეთდება და კი გართობა იყო, ღონისძიება იყო,
მაგრამ შინაარსი იყო ქველმოქმედება. ხოლო შემდეგი პროექტი გაგეგმილი რა იქნება, იმიტომ რომ არჩეთ რომ გუშინ მეოთხე ღონისძიება. მეოთხე ღონისძიება. უკვე ჩანაფიქრში მეხუთე ალბათ ფიქრობთ ამ. კი, რა თქმა უნდა, ანუ პროექტი დაიწყო 28 მაისს, ანუ პირველი ღონისძიება და გრძელდება უსასრულოდ, სანამ იარსებებს არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია. ანუ იმდენად ბევრი საქმეა მიმართულებით საკეთებელი, ანუ ჩვენ ფიზიკურად მარტო ორგანიზაცია კი არ მთლიანი ერი რომ დავდგეთ ძალიან ბევრი სამუშაოა იმ მიმართულებით რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ერი პირველ რიგში იყოს ისეთ მდგომარეობაში რომ მათ მინიმალური დახმარება ჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, კარგია რომ სიტუაცია როგორც ესე არის შენარჩუნებული იქიდან გამომდინარე რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს თვითონ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარკვეული მუშაობა, თუმცა ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, რომ თუ თვითონ ჩვენ თვითონ ქართველებმა არ გავათვითცნობიერეთ, რომ ჩვენ ვართ პატარა ერი და ქვეყანა და ეს არ არის დიდი ქვეყნები, სადაც მილიონობით საზოგადოება ცხოვრობს. ანუ ერთმანეთის თანადგომის გადავრჩებით, ერთმანეთის სიყვარულით გადავრჩებით და ზუსტად ეს საღამოც აი ამის მოწოდებაა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და აკეთე სიკეთე გახდი მისაბაძე. ეს სლოგანი გვაქვს აი ამ ღონისძიების და ჩემთვის რაც მთავარია, ნუ ეს სოციალური ქსელი მუშაობს ძალიან კარგად. და ნუ ეს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი თანაგრძნობა იგრძნობა ზოგადად და ანუ ადამიანები ანუ აქტიურობენ, ანუ რაც უფრო სხვადასხვა ღონისძიებას ვაკეთებ, ანუ ღონისძიების ინტერესიც ვფიქრობ ის არის, რომ ანუ როგორც წეგან აღვნიშნე, თვითონ ყოველ ღონისძიებაზე არის სხვადასხვა ცნობილი სახე, ანუ ქუჩის მუსიკოსებისთვისაც ერთგვარი სტიმულია, რომ ისინი ცნობილ სახეებს იცნობენ, ანუ მათთან ურთიერთობას აყალიბებენ და მათი მომავლისთვის ესეც ძალიან საკმაოდ საინტერესოა. ნამდვილად. აი ქველმოქმედებაზე და დახმარებაზე მინდა გავამახვილეთ მომენტზე ყურადღება. აი ბევრი ფიქრობს, რომ აი რას უშველის ახლა ამდენად მძიმე ამბავს და სიტუაციას ჩემი ერთი ლარი ან რაღაც, მაგრამ მინდა ყველამ შეიგრძნოს და კიდევ ერთხელ გავუსვათ ჩვენს ეთერში ხაზი, რომ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ასე გაერთიანებული საქმისგან შედეგი ძალიან ბევრჯერ დაგვინახავს იგივე დიტო ცინცაძისა და სხვების მაგალითზე, ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ალბათ ყველას, რომ გაერთიანება ნამდვილად გამოიღებს შედეგს, რაც არ უნდა მასშტაბური იყოს პრობლემა. კი ბატონო, მე გეტყვით, რომ ზღვა შედგება წვეთებისგან, რომ არა წვეთები არ ექნებოდა ზღვა, ამიტომ რო არა ჩვენ თითოეული წვეთი ამ საქმეში ნამდვილად გაგვიჭირდება ზოგადად არსებობა და ცხოვრება და იმისთვის რომ ვიყოთ კარგად და გვერდქვას განვითარებული ქვეყანა და ჩვენს ქვეყანაში იყოს ნაკლებად სოციალურად აქტუალური პრობლემები, ამიტომ თვითონ ჩვენთაგანმა ეს წვეთი უნდა შევავსოთ ერთმანეთისთვის და აგური აგურზე უნდა დავადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განმოვითაროთ პირველ რიგში. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, ბევრ კეთილსახელს გისურვებთ და მოწვევისთვის. გისურვებთ, რომ ბევრ ადამიანს დაეხმაროთ და თქვენ მიზნები რაც აქვს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმატებით გაგიხორციელებინოთ. დიდი მადლობა.